აქცია ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ისევ ითხოვენ მკურნალობის და კვლევების დაფინანსებას. მათი პროტესტი ამ დრომდე უშედეგოა. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს რეჟიმი ისევ უყურადღებოდ ტოვებს. მარიკა ბოლქვაძე უერთდება ფორმულას ეთერს აქციის დეტალებით და გზავნილებით. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ამჯერად პროტესტს მთავრობის სახლთან გამოხატავენ. ისინი 2 წელია უშედეგოდ ითხოვენ თავიანთი შვილებისთვის შესაბამისი მკურნალობის პროგრამის შექმნას და მკურნალობის ასე გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ ეს ის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის მკურნალობაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის საშუალებაც ამ ბავშვების მშობლებს ახლა არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსგან ითხოვენ ფინანსურ დახმარებას შესაბამისი პროგრამის შექმნას, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა და შეიქმნება მულტიდისციპლინური გუნდი სხვადასხვა პროფილის მიმართულების ექიმებით დაკომპლექტებული, რომელიც 6 თვეში ერთხელ მოახდენენ დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უკვე დამტკიცებულია შესაბამისი მკურნალობის პროგრამა, რომლის მიხედვითაც დაფინანსებულია ყველა მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯი და კვლევა საქართველოში კი ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ახლა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ მშობლები იმისთვის, რომ გაიარონ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო რთულდება და მძიმდება. ჩვენ ორგანიზაცია მშობლები ვამყარებთ კომუნიკაციას პროვაიდერ კომპანიებთან, ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც მოდიან ძალიან დიდ შეღავათებზე, მაქსიმალურად ცდილობენ ისინი, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნული მედიკამენტები, სახელმწიფოს თავაზობენ მინიმალურ ფასად, როგორც სტაბილურ შემძენს და ასევე დროში გადანაწილებას ამ მედიკამენტების რეალურად შესაძლებელია აღნიშნული მედიკამენტის მიღება, რომელიც არის უსაფრთხო და ეფექტური, გულისხმობ ამ შემთხვევაში ეგზონსკიპით. დღესაც კი კონსულტაციაშიც უწევთ თანხის გადახდა ამ ბავშვებს. ძალიან რთულია სოციალური ფონი, ემოციური ფონი ამ ბავშვების ოჯახის წევრების. ძალიან ბევრ პათოლოგიებთან არის დაკავშირებული ეს დაავადება. ეს არის გულის პათოლოგიები, ფილტვის პათოლოგიები, თირკმლის პათოლოგიები, შინაგანი ორგანოების დაზიანება და შესაძლებელია ეს პროცესები მიმდინარეობდეს და ვერ არკვევდეს, ვერ ადგენდეს მშობელი, იმის გამო რომ ეს ცალკეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ დაავადებას აქვს ძალიან ბევრი გვერდითი გამოვლინებები. და ბავშვებს ეწყებათ პრობლემები უკვე 11-12 წლის ასაკიდან. ეს პრობლემები აისახება გულზე, სუნთქვაზე, მოძრაობაზე, საჭმლის მონელებაზე და ძალიან ბევრ სხვა უკუშედეგებს იწვევს. და შესაბამისად მრავალ პროფილიანი გუნდის გარეშე ამისი მართვა და სწორი მკურნალობა არის შეუძლებელი. ესეც არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ასეთი ჯგუფი გააკეთოს და ასეთი გუნდი გააკეთოს და ის იყოს ხელმისაწვდომი ამ ბავშვებისთვის. ჯანდაცვა არ მოდის ურთიერთობაზე, ჩვენც ესე პროცესებში ვართ გაჩერებულები და ყველანაირი ცივილური გზა ამოვწურეთ. შეხვედრები იყო უამრავი მინისტრთან, მაგრამ არანაირი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ვითხოვთ ამ ეტაპზე პროცესის დაწყებას. ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ ასივე ბავშვი ამ ეტაპზე დაფინანსდეს, ჩვენ ვიწყებთ, რომ პროცესი დაიწყოს. ხოლო ეტაპობრივად შემდეგ გაგრძელდება ამ ბავშვების მკურნალობა. ძალიან რთულია ყოველი გათენებული დილა. ჩვენ ვუყურებთ ჩვენ შვილებს და ბრძოლას არ გავაჩერებთ. ნამდვილად ვაპირებთ, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი, სანამ შესაბამისი პრეპარატები არ შემოვა ამ ქვეყანაში და არ დაკმაყოფილდებიან ჩვენი შვილები. მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე კვირის წინ მშობლებმა აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გამართეს, სადაც მათ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც გამოეხმაურა. მან მშობლებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში სამკურნალო მედიკამენტების სულ ახლახანს გამოჩნდა, მათზე არსებობს არაერთგვაროვანი ინფორმაცია, შესაბამისად საეჭვოა მედიკამენტების უსაფრთხოების საკითხი, სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება მისი განმარტებით ახლა შესაბამისი პროგრამის დაწყება საქართველოში და მედიკამენტოზური თუ კვლევითი მკურნალობის ბავშვებისთვის აღმოჩენა. მშობლები ამბობენ, რომ უკვე წლებია ჯანდაცვის სამინისტროსთან აქვთ კომუნიკაცია, თუმცა მათ აქვთ ეჭვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ახლა გულგრილობას იჩენს და მიზანმიმართულად აფერხებს ბავშვების მკურნალობის პროცესს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ახლა თხოვნით და მოთხოვნით ირაკლი კობახიძისთვის მიმართვა, რომ შეხვდეს პრემიერ-მინისტრი მათ და განიხილონ შესაბამისი საჭიროებები და საკითხები დაავადებული ბავშვებისთვის. მშობლები აპირებენ, რომ მანამ სანამ არ მიიღებენ ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე პასუხს ყოველ კვირა მიმართონ ირაკლი კობახიძის განცხადებით და გამართონ აქცია მთავრობის სახლთან.